შემდგომი 8 დღე მე აი ამ სახმანქანაში ვიცხოვრებ ჩემის ბაკაცის კუბოს მიმდებარედ და წამოვნახოთ როგორ იქნება ეს 8 დღე. სახმანქანაში ცხოვრება. აქტივობა, რომელიც ალბათ ყველას ერთხელ მაინც გვიოცნებია, რომ თავი ფილმის პერსონაჟად წარმოგვედგინა. ნუ მართალი არა ცოცხლად დამარხული ბაკაცის შორი ახლოს, მაგრამ რაცაა ეგა. აკროჩე ბაკაცებმა საკუთარი ბაკაცი ცოცხლად დამარხე. და კუბოში საკუთარ კუილში გაიგო. ხოდა YouTube-ის ამ ეპიზოდში მოგიყვებით ამ 8 დღიანი ჩელენჯის მეორე და ცოტა განსხვავებულ მხარეზე. თუ როგორია ცხოვრება ფილმის პერსონაჟად. ატარა სახმანქანაში, რომელსაც ამ 7 ღამის მანძილზე საკმაოდ რთული მისია აკისრია. ცოცხლად დააბრუნოს მისაცეთ მაკაცი, რომელმაც სიგიჟის აკეთება გადაწყვიტა. ანუ ყველაზე გადაობაა, რომ ისე მემზადები, როგორც ლაშქრობაში რო წავიდოდი, რომ მომემზადებოდი რა, ანუ ყველაფერს ვალაგებ, თერმული ზედები, თბილი ჰუდები, იმიტომ რომ უკვე ოქტომბრის ბოლოა და მაგრამ დეციება დარწმუნებული ვარ განსაკუთრებით იმ ადგილას, სადაც მივდივართ. თბილისის ზღვასთან ახლოს ვარკეთის სასახლებაშია ეს ადგილი და ესეც უეჭველი დამჭირდება საძილეტო, მაგრამ განწყობისთვის აუცილებელი არის გასანათებლები, რომ ჩემი მანქანა მოვრთო და აუცილებელია წიგნი. როგორ გადავჭიდე ექსტრემალურ სიტუაციებში, ესეთი წიგნი არის, ესეც აუცილებლად წავიხ. უკულელე, წიგნი რო გავერთოთ და აუცილებლად რაც შეიძლება ფერადი ნასკები, იმიტომ რომ შავი ნასკები არ ასწორებს. გამიჯერეთ. საწვიმარი ესე მგონია რომ აი მენა 10 დღიან ლაშქრობაზე მივდივარ სადღაც და დარწმუნებული ვარ რომ რაღაცა სამრჩება. მოდი ახლა სანამ საფლავამდე მივალთ. მოდი იქამდე ვნახო მამაჩემი რას ფიქრობს ამ ყველაფერზე. და ალბათ მამა თქვენებიც იგივეს ფიქრობენ დაახლოებით. რა ჰოთამას რა ვახარ? არაფერი გიგის დასამარხად მივდივარ. გავიგე რატო ნაგაზე მეღინება მეტირება. გეტირება? მეტირება მაქსიმალურზე ხო? და სანამ ტრაქტორი გიგის კუბოსთვის მიწასტყიდა, მოდი განახოთ თუ როგორ გამოიყურებოდა ჩემი სახმანქანა. სანამ ავრიე, მოდი განახოთ როგორ გამოიყურება. აქით არის საწოლი, ესე. ოპა! აი ესე წამოუწვევი. აქით ეს ჩამოდის. აქ არის ჩემი საძილეტომა რა. აქით მაქვს ჩემი სამუშაო სივრცე. შემდეგი YouTube-ის ვიდეო აქ დამონტაჟდება ამ ადგილას. ამ 8 დღის განმავლობაში მოვასწრებ დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ ბევრი YouTuber-ი მოვა და ალბათ მოვიცლი. რაც მთავარია, აქ არის ტუალეტი. Hello. აი ესე, შვენიერი. შორს წასვლა არ მომიძლიოს. აი აქ არის გამათბობელი, იმიტომ რომ აქ მაგრაცივა. აქ შემიძლია რომ ესე, გაზი, აქ წყალი. მე მგონია რომ იმდენად შემომეწონოს 8 დღის მერე აქ ცხოვრება, რომ აქ დავრჩე. ანუ დიდი ალბათობით ვიყიდი 1 დღეს, იმიტომ რომ სულ მქონდა ოცნება, რომ ესეთი რამე მქონოდა რა. სანამ ტრაქტორი მიწასყიდა, ჩვენ გამამხნევებელ ცეკვას ვასრულებდით კუბოს სიახლოვეს. რის შემდეგაც თავი კაცის როლიც მოვირგე და გიგი ცოცხლად ჩავდეთ კუბოში და საღამოს მარტოც დავრჩი ჩემ სახმანქანაში. წავიდა გიგი ყველა, დავრჩით მე და შენ. რა ვახარ შეჩე? შამოში ჩიმოდა ვიხულაოს მაგისტიტასოდი. აუქდა თავრე კონაშებში? დავაი და მე იმაზე ჩართება, ფაქცია ჩართება. ზოგადად მარტოყოლაში რა სწორებს, რომ აი შენს თავს. შენ უნდა მოუვარო და რაღაც შენს თავზე ხარ პასუხისმგებელი. და ეგ ძალიან მაგარი გზნობა და მგონია რომ ყველა ადამიანი უნდა იცხოვროს რაღაც პერიოდი მარტო, რომ თავის თავს ეგეთ რაღაცები ისწავლოს. და სანამ მე სახმანქანით ინსპირირებული ფილოსოფიური აზრების ფქვევაში ვიყავი, ჩემი ნაკლებად ფილოსოფოსი ძმაკაცების მეწვიდნენ პირველივე ღამეს. ვაიც პირველივე ღამეს მოხვედით, არ გელოდებოდ. ხართ რავა, ჯერისობლებო. ვიზიარებ. პირველი მომხდურები ხართ სხვათა შორის პირველები თქვენ მოხვედით. გიგი მოგაკითხეს, გიგი. ნახე რა, კაი ბაითი მაქვს. აუ მე ის რას გავს? ის რა თესლია, ბიჭო. ეგიც სადახია, როგორ დაწექი მოსა რა მაგარია, წამოწექი. ეს საფრინციას გავს. ფრომი რო არის სერიალი. თესლის სასწავლია. ხოცა მაგარია. რაშევი ჰაიზენბერგი ხარ მეჩი რა? და შეჭო ფეჩი აქვს, ნახე, აქ. ნახე. და ამბობს, აქ მაცივარი მაქვს, დაჟე. 10-დან 10-დან 9 იმენა არის. აი solid 9 არის. solid 9 არის იმენა. მე დიდი სიამოვნებით ვიცხოვრობდი მეგობრო. დააჭერე დებილო ხელი. რა დებილია. რაცია ბავშვობაში არ მქონია? შეჭება რა რაცია. ქუთაისში არ გაიზარდე შეჭება? მე რაცია მქონდა შეჭება იმისი რა. ძმაო, ყველა მარტო კრიალოს არის. ჩოთ ოპა, გამო. აუ ჭენი შეჭება. ყველა ვერ გადაშე. გიგი რო ყდება.
ჩახროჩე მაგაცემა საკუთარი ძმაკაცი ცოცხლად დამარხე და კუბოში საკუთარ კუილში გაიგო და რა ტესლის აღლია მოსე ხო მაგარი ეს მინდა ბოლო მანქანაც წავიდა დავრჩი მარტო მე ჩემი დასაფლავებული ვაკაცი და აი ეს ჩემი სახლ-მანქანა ხო და რას გეუბნებოდით ამით ჩემი პირველი საღამო სახლ-მანქანაში მორჩა და ძილინების ხვალ გავაგრძელოთ რას იზავს გიგი და რას ვიზავ მე შემოგიგეთ ეს ერთი წავედით თამარი ხვალდას გავაგრძელებ მოგესალმებით მოგეობრებო მოგესალმებით მოკლედ პირველი ღამე ვერ გავიგე ჯერ ცოტა უცნაური იყო რომ არ მოგატყუოთ თლად კარგად ვერ მეძინა მაინც იმიტომ რომ საწოლი რომ გამოვიცვალე ეთყობა და ნენელა ალბათ მივეჩვევით აი აქ მთელი ფლორის და ფაუნის ხმა ისმის გაიდა ხან ცხენები დაფლოქვაობენ ხან ღორები მოღრუტუნობენ ხან ცხვრები ბღავიან და ნუ ხმა რა თქმა უნდა ძალიან შემოდის რა მაგრამ ცხენზე როცა ვიჯექი მაშინ რა ვიცი კარავში მეძინა ვაფშე ტყეში და მის მერეც მაშინაც მივეჩვევი ნენელა ახაც მივეჩვევი რა მაგრამ ისწორდება ან ვაიბი აქ ძალიან კარგი ეხა წამოგავიდეთ და ვნახოთ ერთი გიგი ცოცხალია თუ არა და რას აკეთებს ჩავხედოთ კლუბში წავედით ანუ მინდა რომ გავაღვიძო მეგობრებო გიგი მაგრამ აი აქ ნახეთ ჩანს რომ მკვდარივით ძინავს რა აქ უყურებ ხოლმე და ვაკონტროლებ აქედან გავინარი არ ვაღვიძებებ კაცი კუბოში არის რა უნდა აკეთოს მაქსიმუმ ყველაზე კარგია რომ ეძინოს რომ მალე რომ გავიდეს და ამიტომ არ გავაღვიძებ რომ ეძინოს დღე ტრადიციულად კვილების გამოხეხვით დაიწყო მე კი მარტოობაში სანამ გიგი გაიღვიძებდა ჩემი სახლ-მანქანა კიდევ უფრო კარგად შევისწავლებ აბა ჩაი ყავა მე მგონი ძალიან მიხდება აქაურობა აუ რა კარგია სეთუნახავმა გაიღვიძა წამოიხო ნახოთ ერთი კუბოში როგორ არის გიგი რა ვახარ გიგი როგორც ქართულ კაც შეეფერებაო თუ არ გესმით ესე ყოფილა საჭმელი ყოველდღე ჩემთვის გიგისთვის გიგის და სალომეს დახქონდა რომელსაც გიგის მილის საშუალებით ვაწვდით ხოლო მე როგორც სახლის პატრონს მისი დაალაგება მქონდა ჩაბარებული მართლა მეზიზღება ანუ შეხო ეხა მე გადავება ეს სალომე მართლა მე ნახე აზგავს გიგის სახლას გამარჯო აქ რაკდეს მიაფსესე ჩემარა ჩამოდი მიაფსესე ჩემარა უკაი აი მე ნასაფლოზე გადავია აი მე ცუდადა ეს ყველას ხადაო მაგრამ კაცი ჩაყავ კაი რაღაცა მომეცი ის ფსელია ახო მეგონა აი მომე რაღაცი ცუდადა ვაი რატო ჩამოდე ანუ მე დაფსის თუ რა შევიდა ხედი მე რა შეხედი ხო ესე ტიპის ლოგები კიდე თუ მოგწონთ ეგეც მითხარით ამიკომენტარეთ რომ ვიცოდე ზოგადად ღირს თუ არა ჩაწეროთ რა მადლობა სახლ-მანქანაში ცხოვრების თავარი მუღამი ის იყო რომ ყოველ საღამოს ახალი სამეგობრო მოდიოდა ჩემი და გიგის სანახავად და არც მეორე დღე იყო ამით გამონაკლისი გაიწიე ეს იწება აგვიტერ რომანტიკა შეგვიქ ანუ ხალხო მე ესეც არ მინდოდა არ მოგეწონა აუ ძალიან მომწონს უცე ხავდა განახოთ გიგი გადავადა როგორ პოზაში წეს ჩანსაგნე მეორე ღამე პირველზე აქტიური გამოდგა და მეორე გიჟის სტუმარის მომივიდა ჩემს სახლ-მანქანაში ეს მოწყობილა ანუ ეხავე ეს აქ დატოვეთ მე ვრჩები ცხოველები კი წურები ჩამოდია ხო ამისი ჩუმე გაფანზე საიცავიდე მასწავლე აი ამ ულამაზესი ჰანგების ფონზე მესამე დღეც დადგა
მოგესალმებით მეგობრებო, გათენდა ახალი დღე. რა განათა? გიგის საფლავით ჩანს, რაც არ უნდა. სულად ჟღერდეს ეგრეა. ჩემი მეგობრის სახლში ვანაობ, რომელიც ახლოს არის აქიდან და ხო, სახლმახანაში ცხოვრებას ეგ ერთი დიდი მინუსი ნამდვილად ჰქონდა, რომ იქ ბანაობა არ შემეძლო. და ყოველ ჯერზე ჩემი მეგობრის სახლში წასვლა მიწევდა, რომელიც ამ დროებით სასაფლაოდან საკმაოდ ახლოს ცხოვრობდა. აი, ესე მეგობრებო, სანამ გიგის ძინავს მე ვიბანავე, რომ გაიღვიძებს, შევახარებ, იმიტომ რომ კიდე 6 დღე გიგი ვერ იბანავებს. და რადგან ყოველდღიურად ინსტაგრამზე გარკვეულ მინიშნებებს ვაკეთებდით, მესამე დღიდან უკვე ბავშვებმაც დაიწყეს ჩვენი ადგილმდებარეობის მოგნება. სოციალია. აკაურე. ლოკაცია გავიგეთ. აკაურები ვარ და ვიდეოთი ვიწაიღე. ოჩაგები. გიგის ნახო გეტყვი ჩემ. ორივე. არა შენ ახარ მაგარი მეგობარი. საყვარლები არიან. Somewhere over the rainbow, give it down the ground. გაგიკვირდებოდა ცოცხლად დამარხულის ვაკაცის კუბოსთან 3 დღე გატარება არც ისე მარტივია და მეც მესამე დღეს ცოტა გავაფრინე. სენსეი აჩიკო. სახლად ყოფნის მესამე დღეს გავაფრინე. რატომ გავაფრინე? ამას ნახავ ჩემს შემდეგ ვიდეოში. ტრადიცია არც მესამე დღეს დარღვეულა, სალომემ საჭველი ამომიტანა და საღამოს სტუმრებიც მესტუმრნენ. მაგარიში, უკარგესი რაც იძახე. მაგარი დაღლილი მეჩვენე. აი, შეჩემ. მე ვარ რეაქციებს იღებ ხალხისას რა, რობოტია ჩემი მეგობრები, როგორი არის ჩემი სახლმაქარა. მე ვაკეთებ სახლმაქარის ბლოგს. სახლმაქარა ძალიან კაია. აუ, იმენა ის Stranger Things-ი გამახსენდა. და სანამ მე და მამი გარეთ დრონის კადრებს ვიღებდით, მოხდა ესეთი რაღაც, რასაც ალბათ ვერც თქვენ ვერ წარმოიდგენდით. ანუ რანაირად ჩავარ, დედასპიცა ვარ. ვისურეკავ, აუ თან ვამპერი გავაფუჭე მე მგონი. ღმერთო, რანაირად ჩავარ და ბიჭო, აქ. ამი. ორი. ესე დღევანდელი დღეს მორჩა მეგობრებო. მე ისე ვმუშაობ, აქ ლეპტოპის უცე განახო. აქ არის. მაგრამ ეხლა დრო არ დავლიოთ. მამი მადლობა რომ დამიტოვე. კაი გაციხარ და მე ხვალამდე გემშვიდობ. აბა. და რადგან მეოთხე დღეს სალომე ბერლინში გაფრინდა, ამიტომ მე გადავწყვიტე რომ საუზმე თავად მომეძებინა ჩემი თავისთვის. და ჩემი აზრით ძალიან სახმანქანური აქტივობაც გამომივიდა. დილით შენით მომზადებულ საუზმეზე კარგი. რა შეიძლება რომ იყოსო? დღეების გასვლასთან ერთად კი გიგის საფონად იმ ადამიანების რაოდენობაც იბატებდა, რომლებიც ამ ადგილს აგნებდნენ. მე საჩუქრად? კი, თქვენ საჩუქრად? გავარჯობა. გამარკვეთ სატოვარ. ყოველ დღე იმატებს ხალხის რაოდენობა. მიდით, მოინახულეთ, მიდით. ქართველებო! შავახართ ბიჭო! ხარჯა ისე ვიშეწევს, არაფერი არ შეცვლა იდეა. აი, აქედან დააჭირო ხა ჩაძა. გეგე! როგორ ახარო, როგორო? კუბოში ყოფ ადამიანს შეეფერება. ანუ ძალიან გეჯვია, ხო? არა უქენი უკვე. მოგაწოდა. რა არ გავკეთებიათ გიგის საფლავს? მართალი. დროის გასვლის მერე დღეები ძირითადად ერთმანეთს გავდა. საჭმელს ვიმზადებდი, გიგისაც ვაჭმევდი და ვეხმარებოდი რომ გადარჩენილიყო და რაც თავარია ძალიან ბევრი იუთუბერს, ტიკტოკერს უბრალოდ კარგ მეგობარს ხვდებოდი ამ ძალიან უცნაურ ადგილას. აქ რო ზივარ, ესე ჩემი თავის მგონია, ქელეხში რო არიან ხალხი რაღაცა პასტაფუძე სპისოკი რო აქვს და რო იწერენ ეგრე ასე ლეპტოპი მაგ გახსნილი და ესე ვიწერ ყველაფერს. ხვალ 2 საათზე მოვა ლიკუნა პაპავა, მე ლოლაძე ეს რავი. არა, ყველაფერი, მაგრამ აი რაჩი რო მეგობარია. აი, ჯილდო და თალკე ადამიანი. ყველაზე სვეტი დიპლომი მეგობრობი. მაგრამ იყო ასეთი რენდომ განსხვავებული საღამოებიც. წამო თავესხან თავს. აგენახე ჩვენ. წამო. რა გინდა
მან ბიჭუშე ვაი იგი აქ რა გინდა შენ და აი ესეთიც შენი ფოტოები დავათვალიერე და ამიდგა ბოზი ხო არ ხარ გამოძახებით ეს მოდის დავწერეთ ეს ფასი ბოზი ხო არ გამოგვეძახებინა მოდის დავწერეთ ეს ახალია ხო მოკლედ მეგობრებო ვინც არის ცით ჩათლახი არის ჩემი და ანრის მიერ შექმნილი სამაგიდო თამაში რომელიც როცა შეიკრიბებით შეგიძლიათ ითამაშოთ და იჩათლახოთ და გამონათდება ჩვენი საიტი ჩათლახი G და შეგიძლიათ რომ იქ ნახოთ და შეიძინოთ და მე ჩვენი კურიერი მოგიჩათლახებს სახში მეორე სამუშაო დღეს და ხო აი ესეთიც მანქანიდან და ის ნახეთ ჩემი სახმაქარის უკან რა ხდება აი რამდენი არიან ნახეთ აუ რასულია ჩემი მანქანა უკან ნახეთ რამდენი არის ესე მეგობრებო ზუსტად ჩემი სახმანქანიდან ესე უკანა მხარეს ეხა თქვენ ხედავთ გიგი ქათამაძის ამ დროინდ საფლავს რომელიც არის მე ვფიქრობ და დიდი იმედი მაქვს რომ დროებითი და ამოვა მერვე დღეს და ესე შემიძლია რომ ყოველ საღამოს დავაკვირდე დიდი მადლობა მე შემდგომ გამოშვებაში დაგიყვანე სავარაუდოდ ისმის ეხა რა ხდება აქ როგორი ქარი და წვიმაა და კარგია რომ ბოლოს წინა დღეს მოხდა ეს და არა იქამდე ამამინჯი აქ რა მოგიყვანა და ჩაიხედე მიდი უცბად მე იმენა ბიძია გავიჩიტე და რაც რა უნდა უცხოვრად ჟღერდეს ეს 7 ღამე იმდენად სწრაფად გავიდა რომ ბოლომდე ვერც ვიჯერებდი რომ მეორე დილას უკვე ჩემი სახმანქანის დატოვება და ძმაკაცის ამომარხვა მიწევდა ესე მეგობრებო ბოლო დღე არის და წამოიხგარეხოთ გარეთ რა ხდება ნახეთ რამდენი მოვიდა გიგის ამოსვენების პარტიზე რამდენი არის და მაგარი უცნაური არის ცოცხალი კაცი რომ გამოვიყვანოთ და ესენი გასწორებაზე რო არიან მოსულები გასწორება არ ვიცი რაღაც ეგეთია კიდე ალბათ მოემატებიან იმიტომ რომ ჯერჯერობით არ არის ის დრო რომელიც დავაანონსეთ რას ეთყოდი აბა გიგის ხო რას ეთყოდი და ალია მოდის ვაო წიგდებიან დაიხმარები ამოსვლაში კი ამოღებული გაკ რა კაი ჯიგარი აუ რამდენი ბავშვი მოვიდა ამოდის შესაწყალო ხო მერვე დღეს გიგი კუბოდან უვნებლად ამოვიყვანეთ სიმართლე რომ გითხრა როცა გიგიმ ამ ჩელენჯში ჩართვა შემომთავაზა არც კი დავფიქრებულ ვარ ისე უთხარით ახმობა ნუ რეალურად არც შემოუთავაზები რადგან იცოდა რომ ისედაც კიც ვეთხოვდი უბრალოდ ის თარიღი შევარჩიეთ როცა ორივეს გვაწყობდა ხშირად მეგობრები საკუთარ სულელურ და გიჟურ აზრებს გვიზიარებენ ხოლმე ისეთებს როგორიც უნდაც კუბოში ჩაწოლა და მეგობრობის თავარი სილამაზეც ისაა რომ ყველა ამ გიჟური გადაწყვეტილების დროს იმ ადამიანის გვერდით იყო რომელსაც მეგობარი უწოდებ და იმის ნაცვლად რომ მისი ოცნებებისკენ მიმოვალ გზაზე ფარად გადაიქცე შეგიძლია იყოს ზურგის ქარი რომელიც ამ მიზანთან მისვლაში დაეხმარება გიგიც ოდესღაც ეს ზურგის ქარი იყო ჩემს როცა YouTube-ის კეთება გადავწყვიტე და მიხარია რომ Mr. Beast-ის სოფლიოში ყველაზე უფრო დიდი YouTuber-ის დამარცხების მისიაში მისი თანამზრახველი ვიყავი. ხო, ეს სახმანქანა ძალიან მომენატრება, რადგან მგონია რომ ყველაზე მეტად ჩემს lifestyle-ს სწორედ ეს ადგილი ასახავს. ასე რომ შემდეგ ჯერზე, როცა მეგობარი მის ცოტათი გიჟურ, მაგრამ სანუყარ ოცნებაზე კეტყვის, იცი რაც უნდა გააკეთო. წინ კი კიდევ ბევრი გიჟური თავგადასავალია, როგორც გიგისთან, ასევე ჩემთან, ასე რომ არ დაგავიწყდეს რომ გამოიწერო არხი. In case I don't see ya, good afternoon, good evening, and good night.